მოკლედ შეღწევადობის ანუ ექსპანსიურობის ტესტი 4 კალიბრის GSB Redesigns და ეგრეთ წოდებული სლაგი ნილსენის სულ ახალი სლაგ შორის უფრო სწორედ Redesigns წონა არის 0.87 გრამი ნილსენის სლაგის წონა არის 0.8 გრამი მოკლედ პირველი სროლა პლასტენილში მოკლედ დავიწყეთ სროლა და პირველი იყო ნილსენი კარგ არ ჩანს მაგრამ დაახლოებით ესეთი ხვრელი დატოვა სადღაც არის არ ჩანს კარგად 8 მმ-ია რო გითხრათ სიმართლე კი არა მე ვხედავდა მაგითო 8 მმ შემდეგ გავჭერი და გაჩვენებ შეგინთ რა ხდება გავჭერით ხო წონა სიჩქარეები დამოვიწყდა ნილსენის ეხლა რაც არის გაჭრილი და რაც არის მოხვედრილი სიჩქარე არის და საწყის ენერგია 275-17 ესე და დაახლოებით 10 ნაკლებია ამას Redesigns სადღაც 265 ექნება მოკლედ გავჭერით ნილსენი ესეთი ხვრელი გააკეთა და გაჩერდა აქ ზომები არის სიგანე ხვრელის ყველაზე განიერი ადგილი არის სანტიმეტრი მაქსიმუმ და სიღრმე აქვს 4 სანტიმეტრი. ეს ვარიანტია ნილსენი. ამოღების პროცესი რო არ მეწვალა, სადაც არ მეჩვენებინა, მოკლედ ამოვიღე, თუ დამიჯერებთ, აი ესეთი რაღაცა გაკეთდა. გაჩერებულ ნილსენში. გაჩერებულ პლასმაში. თავი აქვს გადაშლილი. მეორე ეს უკანა მხარე. აი, რავი, როგორ გითხრათ. გადაფურჩქრულია, რო თქვათ რა. მოკლედ აი ეს შედარებას დავდებ. ეს არის ამოღებული. ეს არის რაც იყო. სიღრმე არ ვიცი. მეგონი 3 მმ-მდე აქვს. თვითონ გავუსროლებს. ესეთი ვარიანტია. დავიმახსოვრეთ ესე იგი. 4 სანტიმეტრზე შევიდა ნილსენი. სროლა ნომერი 2. ამჯერად უკვე Redesign 0.87 ჩვეულებრივი GSB-ის დიზაინი. სიჩქარე დაახლოებით 265 ექნება რა ესეთ ვარიანტში. ნასროლი შემავალი ხვრელი უფრო დიდია. დაახლოებით არის სანტიმეტრი ნახევარი. წინა რამდენი იყო არ მახსოვს. დაახლოებით სანტიმეტრი ნახევარია, დიდია უფრო. გავჭრი და შიგნით ვნახოთ. გავჭერით Redesign-ის ნასროლი და მივიღეთ ესეთი სურათი. ცოტა ჭრელი პლასტენილია და კარგად არ ჩანს. მოკლედ ცოტა ნაკლები ან იგივეა, არ მახსოვს ზუსტად. სიგანე ხვრელის სანტიმეტრია, მაგრამ გაყვა და აი სად არის გაჩერებული. უფრო ღრმად არის გაჩერებული ვიდრე ნილსენის სლაგი. ეხლა გადავზომოთ. აი აქ არის თითი სადაც მინდებს და ეს არის 8 სანტიმეტრზე მეტი. ნუ თითქმის 9 სანტიმეტრი. აი აქ. უბრალოდ ცუდად ჩანს. აი 9-მდე. აი აქ არის. ეხლა ამოვიღებ და ვნახოთ რა ფორმა მიიღო Redesign-მა. ამოვიღეთ და მივიღეთ ესეთი ფორმა. უჭში ჩავიგოროთ. კი ბატონო, ესე.
თავი აქვს დაბრტყელებული. ცუდად ჩანს. თავი აქვს დაბრტყელებული. შედარებისთვის ეს არის გაუსროლელი, ეს კი გასროლელი. დღიშუქზე ვერ მოვიცალე. ესეც ამოტრიალებული მეორე მხარე. მაგათ ეს ვარიანტია. ეხლა დავდებ. ეს კი საბოლოო შედეგი. მარცხნივ არის გასროლელი რედიზაინი 0.7 გრამი. ეს არის გაუსროლელი რედიზაინი. ეს არის გაუსროლელი ნილსენი 0.7 გრამი. ეს კიდე ნილსენი გასროლელი 0.5 გრამი. ხო, მართლა დამოვიწყდა თავზე. გადავუღებ რამდენით გადაიშალა ნილსენი. მოკლედ რომ შევხედოთ 8 არა რამდენია? აი, დაახლოებით 8 მმ-მდეა თავის სიგანე. გადაშლილი თავისი კალიბრები 4.5 მმ. ხო, და გავიმეორებ, რომ 4 მმ-ზე შევიდა სიღრმეში, რედიზაინი შევიდა 9 მმ-ზე და გავუკეთდა ესეთი თავი.